კრიპტოვალუტის ადრეულ ეტაპზე თქვენ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებით. თქვენ იყავით ბიტკოინის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი და Bitcoin Foundation-ის მთავარი დამფუძნებელი, რომელმაც არსებითად მთელ ინდუსტრიას საფუძველი ჩაუყარა. თქვენ ასევე იყავით მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული სტაბილური კრიპტოვალუტის, Tether-ის USDT თანადამფუძნებელი და თქვენი კომპანიის Blockchain Capital-ის მეშვეობით ათობით ინოვაციური სტარტაპის დაფინანსებაში დაეხმარეთ. მიუხედავად ამისა, ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ ესმის, რა არის blockchain-ი. ძალიან მინდა რომ ეს მარტივად ახსნათ, რათა ხალხმა ტექნოლოგიები არასაკმარისად არ შეაფასოს. ბოლოს და ბოლოს, ბევრი ადამიანი blockchain-ს კვლავ აღიქვამს მხოლოდ როგორც ციფრულ ოქროს ან ფინანსებს. მაგრამ მათ არ ესმით ის ფაქტი, რომ ეს არის მონაცემთა შენახვისა და დაცვის ფუნდამენტურად ახალი რევოლუციური გზა, არა? შეგიძლიათ ჩვენს მაყურებელს უთხრათ, რა არის blockchain-ი და რატომ შეიძლება გახდეს ის ჭეშმარიტების რეესტრი ციფრულ ეპოქაში? რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ფიქრობ, თქვენს კითხვაში პასუხის უმეტეს ნაწილს უკვე შეეხეთ. არსებითად, blockchain-ი მონაცემთა ბაზაა. განაწილებული მონაცემთა ბაზა. თუ ავიღებთ Bitcoin-ს, ან როგორც თქვენ თქვით, ციფრულ ოქროს, ეს უბრალოდ პირველი აპლიკაცია, რომელიც იყენებს ამ ახალ მონაცემთა ბაზის არქიტექტურას. და რადგან ის განაწილებულია, ის წარმოუდგენლად მდგრადი და ძალიან უსაფრთხოა. სინამდვილეში მისი გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ სტრუქტურის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის მდგრადი, საიმედო და უცვლელია. ანუ მონაცემების რედაქტირება შეუძლებელია. ჩვეულებრივ ინტერნეტში ყველაფერი აგებულია წაკითხვის წერის პრინციპზე. მაგრამ აქ, როგორც კი რაღაც ჩაიწერება ამ მონაცემთა ბაზაში, ის იქ სამუდამოდ რჩება. მაგალითად, თქვენ ახსენეთ ჭეშმარიტების ერთიანი რეესტრი. ჩვენ ვიცით, რომ ისტორიას როგორც წესი გამარჯვებულებიც იწერენ. მაგრამ აქ სხვაგვარადაა. Blockchain-ში შეყვანილი ნებისმიერი ინფორმაცია იარსებერს მანამ, სანამ დედამიწაზე ელექტროენერგია და კომპიუტერები იქნება. და მაშინაც კი თუ ელექტროენერგია მოულოდნელად გაითიშება, როგორც კი ქსელი ხელახლა ჩაირთვება, მონაცემები დარჩება. ეს ძალიან საინტერესო ფილოსოფიური პერსპექტივაა იმ სამყაროზე, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ბოლოს და ბოლოს თუ უკან გავიხედავთ, რამდენად ზუსტია ჩვენი ცოდნა საკუთარი ისტორიის შესახებ.